დღეს 31 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია სულთმოფენობას და წმინდა სამების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყოლაწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. სადღესასწაულო ლიტურგია უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ აღავლინა. თანამსახურებდნენ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, წურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი, წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი, სამების საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე არქიმანდრიტი ილია ნასიძე და სხვა სასულიერო პირები. წირვის დასრულების შემდეგ მუხლმოდრეკის ლოცვები შესრულდა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და ქადაგებით მიმართა. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა ქადაგებაში დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ყოლა სამღვდელონო, დემთავარნო, პატიოსანო მამებო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობის დღესასწაულს და ყოლაწმინდა სამების დღესასწაულს. დღეს არის ასევე ამ დიდებული ტაძრის დღესასწაული. დღეს ჩვენ ვზეიმობთ ქრისტეს მოციქულებზე სულიწმინდის გარდამოსვლას, რაზეც არაერთხელ უსაუბრია უფალ იესო ქრისტეს თავის მოწაფეებთან. უმჯობესია თქვენთვის რომ მე წავიდე, უთქვავს მას. და თუ წავალ, მოგივლენ თქვენ სულიწმინდას და უკანასკნელად უშუალოდ თავის ზეცად ამაღლების წინ ესაუბრა ამაზე უფალ იესო ქრისტე და აღუთქვა სულიწმინდის მოვლინება და უთხრა, ჯერ უბრძანა რომ იერუსალიმში დარჩენილიყვნენ და დალოდებოდნენ სულიწმინდის მიღებას და უთხრა, იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, ხოლო თქვენ რამდენიმე დღის შემდეგ სულიწმინდით მოინათლებით. მიიღებთ ძალას, როდესაც სულიწმინდა გადმოვა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი მთელს იუდეაში და ქვეყნის კიდემდე. და ეს დანაპირები უფალმა შეასრულა ზეცად ამაღლებიდან 10 დღის შემდეგ, სწორედ ამ დღეს, როდესაც ცეცხლოვანი ენების სახით გადმოვიდა სულიწმინდა მოციქულებზე და აი ეს უბრალო გალილეველი მეთევზეები მთელს იმჟამინდე მსოფლიოში ქრისტეს სახარების უშიშარ ქადაგებლებად აქცია. დღეს გახლავთ ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღე ამ დედამიწაზე და მას უწოდებენ ასევე ქრისტეს ეკლესიის დაბადების დღესაც. და ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებით აღინიშნება, რადგან ქრისტეს ეკლესია არ არის მხოლოდ ეკლესია ქრისტესი, მხოლოდ ქრისტეს მისტიური სხეული არ არის მისი ეკლესია, არამედ ეს არის ქრისტეს ეკლესია, რომელშიც მოქმედებს სულიწმინდა. და ჩვენ ვცხონდებით სულს გადავირჩენთ ამ ეკლესიის წევრობით, ქრისტეს სხეულში მყოფობით და სულიწმინდის მადლით და ძალით, რომელიც ჩვენ გვაკურთხებს, გამგწმენს და გვაცხოვნებს. აი ამ მადლს, სულიწმინდის მადლს სადღებულობთ ჩვენ საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით ვღებულობთ ტაძარში, ერთობლივ ლოცვებში, ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მეშვეობით. ვღებულობთ დემთავრისა თუ მღვდლის
ლოცვა კურთხევის მეშვეობით. მრავალი წმინდა მამა წერს, რომ თავარი მიზანი ქრისტიანული ცხოვრების სწორედ სულიწმინდის მადლის მოხვეჭაა. ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვევედროთ უფალს, რომ მოგცეს სულიწმინდის მადლი და მით უმეტეს ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ამის შესახებ მცნება თვით უფალმა იესო ქრისტემ მოგცა ჩვენ. აი, როდესაც წმინდა მოციქულები მას თხოვდნენ ლოცვა ესწავლებინა, როგორც გახსოვთ, უფალმა რომელი ლოცვა ასწავლა მათ? მამაო ჩვენოს ლოცვა, ხომ გახსოვთ? და აი შემდეგ მან თქვა, როგორც კი დაასრულა ეს მამაო ჩვენოს შესახებ სწავლება, უთხრა მათ, რომ ითხოვდით და მოგეცემათ, ირეკდეთ და გაგიღებენ თქვენ, ეძიეთ და ჰპოვებთ. რადგან ყველა ვინც ითხოვს, მიიღებს, ყველა ვინც ეძებს, პოულობს და ვინც რეკს, ყველას გაუღებენ. და შემდეგ დაზენს, რომ და რომელი თქვენ შორის იქნებაო ასეთი მამაო, რომ შვილის თხოვსო პურს და პურის ნაცვლად ქვა მისცესო. ან სთხოვს შვილი თევზს და თევზის ნაცვლად გველს მისცემსო? და მეტადრე მამა თქვენი ზეციერი მოგცემ თქვენ სულიწმინდას, ვინც ამას სთხოვსო. აი ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ეს ღვთისნება, რომ ჩვენ სულიწმინდის მადლი ვითხოვოთ უფლისგან. აი სწორედ ამიტომ არის ძვირფასო ძმებო და დებო, რომ დღევანდელ დღეს ჩვენ წმინდა ეკლესია განსაკუთრებით ევედრება სულიწმინდას და ლოცულობს შემდეგი სიტყვებით: მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ სულნი ჩვენი. ამინ. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, გილოცავთ ვიმეორებ აი ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაულს. დღეს შეუძლებელია, რომ არ გავიხსენოთ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც თელს ჩვენს ერს დაუტოვა ეს დიდებული ტაძარი, რომელსაც იგი საქართველოს ავტოპორტრეტს ეძახდა, სამართლიანად უწოდებდა ასე და რომელმაც ისეთი ღვაწლი მოიღვაწა და ისეთი მადლი აღივსო სულიწმინდის მადლით, რომ მისი ღვაწლი ჭეშმარიტად სამოციქულო მასშტაბის არის, რაც გამოჩნდა მისი გასვენების, გარდაცვალების და გასვენების დღეებში, რომ თითქმის მთელი საქართველო მოქცეული ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე იყო მოსული მისთვის მადლიერების და სიყვარულის გამოსახატავად. კიდევ ერთხელ ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, შეგვეწიოს უფალი, რომ მოვიხვეჭოთ მადლის სულისაწმინდისა და რომ შევინარჩუნოთ აი ამ სულიწმინდის მადლის სინათლე და რომ გავხდეთ ტაძარი ღვთისა და სული ღვთისა მკვიდრობდეს ჩვენში. მადლი სულისაწმინდისა იყავ თქვენ ყოველთა თანა და სრულიად საქართველოსთან. ამინ. ჩვენთან არს ღმერთი. შეგახსენებთ, რომ სულთმოფენობა 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთია და აღდგომიდან 49 დღეს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. სამების საპატრიარქო ტაძარში შეკრებილი სასულიერო და საერო პირები სრულიად საქართველოს დღესასწაულს ულოცავდნენ და ამ დღის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. ყველას გილოცავთ სულთმოფენობის დღესასწაულს, განსაკუთრებული დღესასწაულია თითოეული ქრისტიანისათვის, რადგან სწორედ ეს არის ეკლესიის, ქრისტეს ეკლესიის დაბადების დღე
ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება საზეიმო წირვები განსაკუთრებულად არის მორთული. ყველა ტაძარი დღეს ასევე ჩვენი ძალიან ძვირფას და ლამაზი ტაძრის დღესასწაულია სამების საკათოლიკო ტაძრის და სულაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიულოცა ჩვენს ბრელს, ჩვენს ერს ამ ტაძრის დღესასწაული და მეც ულოცავ თითოეულ მათგანს შეგეწიო დღევანდელ დღის მადლი. გილოცავთ დღევანდელ დღეს სულთმოფენობას მრავალ დაესწარით, მრავალ დაესწროს ჩვენი საქართველო, ჩვენი ერი, ჩვენი პატრიარქი დღეს პირველად შევხვდით. დაგულოცა და დიდი მადლობელი ვარ და უფალმა დალოცვილი გამყოფოთ ყველა. და რავი, ძალიან ბედნიერი ვარ. და საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღეს ყველა ქრისტიანს, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს ჩვენთვის. სრულიად საქართველოს ულოცავ სულთმოფენობას, დღევანდელი დღის ძალადამადლი შეეწიოს მთელს ერს, დიდი სიყვარულით სურს მიულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შიო მესამეს, ღმერთმა გააძლიეროს, გაახაროს და დღევანდელი დღის ძალითა და მადლით გაერთიანებული იყოს და გაძლიერებული იყოს ჩვენი სამშობლო. აღსანიშნავია, რომ 1 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ხვალ 1 ივნისს 10 საათზე ფარავნის ტბასთან სოფელ ფოკაში ღია ტრაპეზზე შესრულდება სადღესასწაულო ღვთისმსახურება. წირვას აღასრულებს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი მღვდელმთავრებთან ერთად. 12 საათსა და 30 წუთზე პარაკლის აღავლენს უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე.